პროტექტორი ჩვენ ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ კათოლიკოს პატრიარქთან, ასევე მის ერთ-ერთ მეუფესთან, დანიელთან და აი ამ ურთიერთობაში მე დამრჩა შტაბის-შტილება ღრმად ჩახედილი იყო ის განათლების და მეცნიერების საკითხებში პატისცემდა და უყვარდა მეცნიერები. და ჩემთვის როგორც ერთ-ერთი რიგითი მეცნიერისათვის სულად გაუგებარი იყო ქალბატონო ქეთევან რომ იმ ღონისძიებას სადაც რატომღაც მარტო საშვებით უშვებდნენ შიგნით ვერ ვნახე ვერცერთი ცნობილი მეცნიერი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტისთვის ადგილი ვერ მოიძებნა. კიდევ სხვა მეცნიერებისთვის. სამწუხაროა ეს, რადგანაც ეს გარკვეულწილად ალბათ სენი არის როგორც წინა ხელისუფლების, ასევე დღევანდელი ხელისუფლების, რომ ისინი სამწუხაროდ იგნორირებას უკეთებენ მეცნიერებს. ურთიერთობა რწმენასა და ცოდნას შორის ეს არის უძველესი პრობლემა. ჯერ კიდევ პირველ-მეორე საუკუნეებში განიხილებოდა ეს საკითხი. ამის დამადასტურებელი არის შრომა წმინდა კლიმენტი ალექსანდრიელისა, რომელსაც ეწოდებოდა სტრომატა, ანუ ხალიჩები, სადაც ნათქვამია, რომ ორივე ცოდნასა და რწმენას აუცილებელია ადამიანისათვის. ეს უდიდესი მეცნიერი და ფილოსოფოსი მსჯელობს იმის შესახებ, თუ რომელია პირველადი და ამბობს, რომ პირველადი არის რწმენა და მასზე არის დაშენებული ცოდნა. ბოლოს იგი საოცარ დასკვნას აკეთებს და ამბობს, რომ მხოლოდ მორწმუნე ადამიანი არის მონაღვთისა, ხოლო მორწმუნე განათლებული ადამიანი არის მეგობარი ღვთისა. და რომ საფუძველი ამისა არის თვითონ სახარებაში, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე მიმართავს თავის მოციქულებს და ეუბნება, მეგობარნო ჩემნო, მე არ გიწოდებ თქვენ მონას, არამედ მეგობარს, რადგან თქვენ უკვე ყველაფერი იცით, რაც გადმოგეცით. ესე იგი, აი ზუსტად ჩვენი კათოლიკოსი სულიერ საქართველოს კათოლიკოსი ილია მეორე იყო ზუსტად ღმერთის მეგობარი, რადგანაც ის ცხადია იყო ღრმად მორწმუნე, ღრმად განათლებული და პატისცემდა ყველა განათლებულს და ის ბუნებრივია, ესე იგი იყო ღმერთის მეგობარი. პატრიარქი მხარში ედგა ყველა აფხაზეთელს, მათ შორის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ვინც ახლოს არის ამ გაგებასთან და ესმის და უნდა ესმოდეს მნიშვნელობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, თუნდაც აგერ ჩვენი ყველაზე ავტორიტეტიანი პიროვნების ფაქტურად ილია ჭავჭავაძეს და იმის ივანი ჯავახიშვილის შემდეგ ალბათ საქართველოში მე-20 საუკუნის 21-ში პატრიარქი ილია მეორეს უნდა გაითვალისწინოს ეს მომენტი, იმიტომ რომ ის შემთხვევით არაფერს არ აკეთებდა. პატრიარქმა ყველაზე კარგად იცოდა ამ უნივერსიტეტის მნიშვნელობა. ამ უნივერსიტეტის დღეს ხელყოფა არის პირდაპირ სამშობლოს ღალატი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. მარტო იმიტომ კი არა, რომ იქ ომში მონაწილე პროფესორ არის აქ, არამედ ეს არის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უჯრედი, რომელიც ცოცხლობს აქ და გვახსენებს პატრიარქს, რომ აფხაზეთი ეს არის საქართველო. ჩვენს მომავალ თაობას ზრდის, რომლებიც დღეს არ ახვალ და მე ამისი მჯერა დაბრუნდება თავის ისტორიულ სამშობლოში და გააგრძელებს იქ იგივე იმ შესმენად აფხაზებთან ერთად მუშაობას. სხვადასხვა, ესე იგი, გააქტიურებული არიან სხვადასხვა, ვთქვათ, ექსპერტები, თუ მოექსპერტო ხალხი, მეცნიერები, მომეცნიერო ხალხი და რაღაცნაირად თავაზობენ, რომ ვიფიქროთ იმაზე, რომ საქართველო რუსეთთან, ბელორუსიასთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ეგრეთ წოდებული სამოკავშირო სახელმწიფოების გაერთიანებაში შევიდეს
და სხვათა შორის მათ შორის იგივე ხალხი მერე ლაპარაკობენ დაუშვათ პატრიარქი მიუხედავად იმისა რომ აქ თქვენ სწორად აღნიშნეთ რომ ეს იმ პერიოდში ესე იგი დაიწყო მსახურება მართლაც იყო ათეიზმის ესე იგი აპოფეოსი ასე შემდეგ მან ძალიან ჭკვიანურად თავარი ღერძით ქართული ღერძით საქართველოს დამოუკიდებლობის ღერძით მაგრამ ის მაგ პერიოდში რთული იყო და აი ზუსტად ისე მიიყვანა საქართველოს რომ მიიღო ეკლესიამ ავტოკეფალია და ყოველთვის ისაუბრობდა რაც არ უნდა ვინმე სხვას რომ ის იქ იყო აქ იყო ის ყოველთვის ქართულ საქმეს აკეთებდა და ჩვენ ეს გავითვალისწინოთ და ისედაც არ არის კარგი იმ პერიოდში როცა 40-იც არ არის გასული ჩვენ ვიღაცები მიგვათრებდნენ საქართველოს ბელორუსთან და რუსეთთან გაერთიანებას. ისა ბატონო თემურეც წინადადებას დავამატებ მხოლოდ ეს არის უფრო ჩემი და ჩემს წინა თაობაში გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამას ემხრობა. სრულიად საქართველოს ყველა ეთნოსის წარმომადგენელი ახალგაზრდობა და არა მარტო ქრისტიანებს და ქართველებს გულისხმობ ითხოვენ ევროპულ ორიენტაციას. მათ არ უნდათ რუსულ წიაღში ყოფნა. მომავალი საქართველოსი არის ახალგაზრდობა. პატრიარქმა ბრძანა, მაგრამ იმის ნათქვამს ახლა აეჩენი არ არის. არა, ხო, რასაც და პლუს პატრიარქის ახალგაზრდობას არ უნდა მათია ეს ქვეყანა, ესე იგი არის. დიდი მადლობა და იმას გამოვთქვამ, რომ ისეთი სულნათი ხალხი როგორც იყო ჩვენი პატრიარქი, ჩვენი წინაპრები, დიდი წინაპრები, მათ მიერ არჩეული სწორი გზა ევროპისგან და ევროპა ჩვენ ვიყავით და ერთი სიტყვით ერთად ყველაფერი ეს არის სწორი გზა მართლმადიდებლური დროშით ჩვენ როგორც არასდროს ისე გვჭირდება ღირსეული პატრიარქი დღეს რომელიც გაყვება ჩვენი უწმინდესის გზას მაინც მის ჭრდილქვეშ იქნება ეს ბუნებრივია მაგრამ ღირსეულად შევა ისტორიაში თუ ის თავისი ქვეყნის და ეკლესიისთვის იბრძოლებს. და იმეც გამოვთქვამ, რომ საქართველოს წმინდა სინოდს ეყოფა განჭვრეტა იმისა, რა კარდინალურ და მნიშვნელოვან საკითხი, იმიტომ რომ პატრიარქ ილიან მეორის შეცვლა ურთულესი შეუძლებელისავით არის, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს პატრიარქი, ის უნდა აკეთებდეს ქართულ საქმეს, საქართველოს საქმეს, მართლმადიდებლობის საქმეს და იმეც გამოვთქვათ იმისა, რომ ამ პერიოდში, ურთულეს პერიოდში სინოდი აღმოჩნდება